ამ დროისთვის 1100 გადასცდა იმ კომპანიების ჩამონათვალე, რომლებიც ემიჯნებიან არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპულ კურსს და ითხოვენ ხელახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. კომპანიების ნაწილი ჯერ ისევ ელის ვერიფიკაციას საიტზე Free Business-ში. ნინო გაზდელიანი გვეტყვის მეც ამ თემაზე, ნინო, რომელი კომპანიები არ შეუერთდნენ ინიციატივას, მისი პოზიციის დაფიქსირებასაც მომხმარებელი ითხოვს. ძირითადად ესენი არიან მსხვილი კომპანიები, რომელთა პოზიცია ძალიან აინტერესებს საზოგადოებას და ვისაც ეს აინტერესებს, შეუძლიათ ნახონ ამ პორტალზე Free Business-ი, თავისუფალი ბიზნესი, სადაც არის ასევე განცხადება და ამ პორტალზე დარეგისტრირებით ეს კომპანიები პრაქტიკულად ადასტურებენ, რომ იზიარებენ იმ ორ ძირითად საკითხს, რომელიც არის ახალი არჩევნები და რეჟიმის უკანონო პატიმრების გათავისუფლება, ხოლო ისინი, ვინც არ უერთდებიან და არ აქვს სურვილი რომ გაიარონ რეგისტრაცია, პრაქტიკულად გამოდის რომ ისინი ამ ორ მნიშვნელოვან იდეას არ იზიარებენ. საკმაოდ ბევრი კომპანია შეუერთდა და გამოთქვა სურვილი რომ გაევლო რეგისტრაცია. ამ იდეის ინიციატორი არის სტარტაპერი გიორგი ჩუგოშვილი, რომლის შეფასებითაც ბიზნესს საკმაოდ დიდი სოციალური პასუხისმგებლობა აქვს და როგორც ის ასევე ბიზნესის სფეროს არაერთი კომპანიის ხელმძღვანელი პირები ამბობენ, რომ ახლა დადგა დრო, როდესაც სიჩუმე დანაშაულია და ყველამ ღიად უნდა ისაუბროს, თუნდაც იმ პრობლემებზე, რატომ აქამდე არ საუბრობდნენ ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები და რომ ისინი თავს დაცულად არ გრძნობდნენ ამ წლების განმავლობაში, ვინაიდან არ არსებობს ქვეყანაში დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, პირველ რიგში კი რომ არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, რაც ხშირ შემთხვევაში მათ ასე ღიად პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობას არ აძლევდა, თუმცა დღეს დადგა ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდი, რომ აუცილებელი არის ყველამ ღიად ისაუბროს და გამოხატოს თავისი პოზიცია, რომ არის თუ არა მათი არჩევანი ქვეყნის ევროინტეგრაცია, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა და მთავარი გზა, რომელიც გადაარჩენს ქვეყანასაც და ასევე ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არის ახლა და სწორედ მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანი არის ახლა დადგნენ ყველანი ერთად და გაემიჯნონ იმ ანტიდასავლურ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ქართული ოცნება დგას და ბუნებრივია ყველა, ვინც ამ პლატფორმას უერთდება, ისინი ერთხმად იზიარებენ იმ მთავარ მოწოდებებს ახალი არჩევნებისა და უკანონო პატიმრების გათავისუფლების შესახებ და ამ დროისათვის, როგორც უკვე ცნობილია, სულ ბოლო მონაცემებით 1200-მდე არის დარეგისტრირებული და დაახლოებით ამდენივე ვერიფიკაციის პერიოდს, პრაქტიკულად 1000-ზე მეტი კომპანია სულ მალე გამოჩნდება კიდევ ამ პლატფორმაზე. ზუსტად პირველ საათზე, როდესაც ესია გამოაქვეყნეთ, იყო კიბერშეტევა ჩვენ პლატფორმაზე, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მოგვიწია, რომ პლატფორმა ყოფილიყო გათიშული, ახლა აღვადგინეთ და სრულად ფუნქციონირებს. იყო ეს ბოტების და ტექნიკური ერთობლივი შეტევა. ვაუს დღეს 1200-მდე კომპანია უკვე, რომელმაც ვერიფიკაცია გაიარა და შემოუერთდა ჩვენ განცხადებას. ამასთან ერთად არის 1100-ზე მეტი კომპანია, რომელიც არის ვერიფიკაციის პროცესში და ყოველდღიურად რამდენიმე 100-ეული კომპანია ემატება. თვითონ ის პროცესი, რომელიც ხდება ბიზნესის კონსოლიდაციის და ბიზნესის, ასე ვთქვათ, ხმის ამოღების პროცესი, ეს მგონია პრობლემური, რომელსაც ასე თუ ისე ებრძვის ზოგიერთი მხარე. რაც შეეხება კომპანიებს, აქ არის ძირითადად დიდი კომპანიები, იმ კომპანიების სიას, ვინც განცხადებას უერთდება და იმ კომპანიების სიასაც, რომლებზეც არის დიდი ინტერესი, მუდმივად განვაახლებთ. TBC და საქართველოს ბანკი ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ერთობლივი ინიციატივით გამოდის. ეს ორი უმსხვილესი ბანკი და 5 მილიონს გამოყოფენ ერთიანად, როგორც მცირე ბიზნესის დასახმარებლად, ასევე მოქალაქეებისათვის, როგორც მათ განცხადებაში წერია, ფინანსური რესურსი მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, ასევე ფონდებში, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას დაზარალებულ მოქალაქეებს იურიდიულ ფინანსურ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას უწევენ. ასევე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს გლოვომ და ვოლტმა და ისინიც ამბობენ, რომ მხარს უჭერენ ქვეყნის ევროპულ გზას და ამ ინიციატივას ასევე რომ აუცილებელი არის ჩატარდეს ქვეყანაში ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის უკანონო პატიმრები, უერთდება კომპანია წყალი მარგებელიც.